რატომს კდება კანი ზამთარში? ალბათ ყველას გვიგზნია კანის დასკვნობა და ეს შეიძლება მკინეული და უსიამოვნო იყოს, მაგრამ რატო ხდება ეს ზამთარში და არა ზაფხულში? ამ დროს მარტივად რომ ვთქვათ, კანის გამოშრობა ხდება და ეს დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა ფაქტორზე. პირველი, ცივი ჰაერი და მისი ქარი, რაც იწვევს რომ კანი უფრო გამოშრეს და უფრო გაიზარდოს დასტომის ალბათობა. მეორე, დეჰიდრატაცია, ანუ უწყლობა. ბუნებრივად, როგორც ვიცით, ზამთარში ჩვენ უფრო ბევრად ნაკლებ წყალს ვსვავთ, რაც იწვევს რომ კანმა ელასტიურობა დაკარგოს, რის გამოც გაიზარდოს კანის დასტომის ალბათობა. მესამე, მოდის ვიტამინების და სხვა საჭირო ნივთიერებების ნაკლებობა, რომელიც არის ვიტამინ A, C, E და ასევე ომეგა-3, რაც მათი ნაკლებობა იწვევს რომ კანი დაზიანდეს. მეოთხე, მოდის ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, როგორიცაა ხსნარები ან ეგეთი სხვა ფხვნილები, რაც აზიანებენ კანს ან აშრობს. მეხუთე, რომელიც არის ცხელი წყლით ხელის დაბანა, ამ დროს განსაკუთრებით უფრო საზიანო არის, როდესაც არასწორი საპნით ან ალკოჰოლური სადიზინფექციო ხსნარებს ვიყენებთ, რაც იწვევს რომ კანი უფრო დაზიანდეს. მაგრამ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ასე არ მოხდეს და პირიქით თავი დავიცვათ დასკვნომისგან? პირველი, ეს არის რომ დამატენიანებელი ხსნარი გამოვიყენოთ. მეორე, არის რომ სიცივისგან და ცივი ქარისგან თავი დავიჭიროთ. მესამე, არის რომ უფრო მეტი წყალი დავლიოთ და მეოთხე არის რომ უფრო ბევრად ნაზი საპნები გამოვიყენოთ.